მამისა და დადისა და სულისა თმისა და შეგვეძლო სამადირი წინააღმდეგ და მათ შორის არის წმინდა ამბროსი ხელაია სულია საქართველოს კათოლიკე პატრიარქი და ეს იყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლები სასამართლოში მოსამართლეს უთხრა რომ ჩემი სულიო ღმერთსაკუთრესო გულიო სამშობლოსო და ჩემს სულს ასგინდათ ისოყავითო და ისე რამდენი ადამიანი დაეხვითა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში და ზოგს ცოდნა რო არ აქვს აი ახალგაზრდებს გულიათ რომ ეს უბედურება შემოვიდა ეს რასკელ კომუნისტობა შემოვიდა რუსეთიდან და ამ დროს ავიზრდებათ რომ ჯოგიძე მახარაძეები და სხვები იდნენ რომლებიც ქართველები თვითონ საბჭოთა კავშირი იყო თიმურ სტალინი ეს ათეისტური წყობა იქ ლენინი იყო საერთოდ თავი, მაგრამ თავი იყო ისმაკი კომუნისტური წყობის. რატო? იმიტომ რომ ის 70 წელი უარყოფილი იყო ღმერთი. ისწავლებოდა ეს ცხოვრება წარმოიშვა აფეთქებისგან ადამიანი მაიმუნისგან. და მე 77 წლის ვარ, ახსოვს ვიღავი პიონერი კონკავშირები და ვეხვდებოდი რომ უწმინი ადამიანი ბავშვებიდან რომ ეს იყო არასწორი. ამათუ და მასმედია, ტელევიზია, პრესა და განათლებას კი ცოდნა განათლება იდეგი არა. შეიძლება უმაღლესი დაამთავრა, მაგრამ განათლებული არ იყო თუ კეთილი არ ახლა. და ახლა ხო ხედავთ რა ხდება ესე იგი ამ მიტინგებზე ის ხდება რომ შეიძლება მოთხოვნა ხონდეს სამართლიანი, მაგრამ შენ თუ ამ მოთხოვნის გამო იგინები ვისიტყვაო ესე იგი მოწინააღმდეგეს ესე იგი საპირისპიროას ეძახი ესე იგი გზურს ესე იგი შენ შეგვებელი ხარ და ჩვენ მე რატომ მიხარია ეს დრო იმიტომ მიხარია რომ ის მოწუნია არჩევნის საშუალება დაინდოს კიდე ბიბლია გაგებული ქონდა მაგრამ ცოდის საშუალება არ ქონდა და ამბოსი ხალხია იყო თუ სხვა ჩვენი წინაპრები ეწამებოდნენ და ციხეებში იდნენ წმენის და გამო ქრისტეს წმენის გამო ახლა თქვენ ფიზიკურად არ გაწამებენ ის მოწუნეები ვართ მაგრამ რა ხდება ის ხდება რომ ესე იგი სახარებაში ნათქვამია რომ ბოლო ჟამსო იქნებაო სრული განდგომა ღვთისაგან ეს სანდის ნანდება ბიბლიწერა ზიარება ეს არის უბრალოდ საშუალება ზიარებას რო საკმარისი იყოს მაშინ იუდას ეშველებოდა ან მართალი საწუნება რომ მართალი იყოს იუდას ეშველებოდა იმიტომ მართალ საწუნებას ის მენდა ქრისტესგან ქრისტეს მოციქული იყო ეს ზიარა კიდეს მაგრამ ვერ შევა რატომ იმიტომ რომ ფული უყვარდა მეზე მეტად ასევე ჩვენ თავს დაუკვირდეთ აი თავისუფალ დროს რაში ვატარებთ ზოგი დიდია თუ პატარა ვერ შეუდება ტელეფონს და ვერ შეუდება ტელეფონს და იქ აღა წელი დღე თუ გალობას უსმენდა წინადად ცხოვრებას და ხადაგებებს სხვა არის მაგრამ რამდენი ვიცი რომ ეს ტელეფონ ამ იმის გამო ოჯახები ინგრევა ესე იგი მე კარგსაც რო უყურო ესე იგი ექიმებისგან მაგ სტადია წაკითხული რომ გამოსხივება დიდხანს მონებულოს ხონდება ბავშვს ბატონო ამდენი აუტიზმი და ეს იმიტომ რომ დიდხანს ყურება ბავშვებიდან 3 წლის და 5 წლის და 8 წელი იმას იმიტომ რომ შენ თებშები გინდა არ ეცხოდა საჭმელი აგეთო არასწორია ცინემწოვან ბავშვზე ის მისცემა არქია ტელეფონის და 1 საათის მაქსიმუმ საათ ნახევარზე მეტი რაღაც დრო უნდა გქონდეს ჩვენ ბავშვებს იმაზე მეტი რომ არ უყურონ და რასაც უყურებენ ისიც უნდა გავაკონტროლოთ იმ რა ისეთი მოთმინები რომ ფსიქიატრთან მე ბავშვი მისაღვანი შიშები აქცია და აქციის კივის სუდად არის რაც შეიძლება დღევანდელ დღეს მე ხშირად ვამბობ რომ მასმედიამ რა მოახერხა 70 წლის განმავლობაში ხაყო ჩვენი საზოგადოება ოპოზიცია ამდო შენ თუ ქრისტიანი ხარ შეიძლება ოპოზიციაში იყო მაგრამ რაც უნდა მოგწონდეს თავრობა ესე იგი მოღალატეს არ დაუძახებ ასევე შენ თუ ის ხარ რა ქვიან თავრობის ძევრი ოპოზიციას მოღალატეს არ დაუძახებ მაგრამ თუ მოსამართლე ხარ თუ პროკურორი ხარ შეიძლება მოღალატეს მოღალატე დაარქვა და დააჯინო კიდეც მაგრამ შენ თუ არა ხარ პროფესიის მოსამართლე და პროკურორი და შენ რო განეკითხავ ვიღაცას შენ უნდა ეცოდე რომ პავლე მოციქული მოღალატე იყო ქრისტიანებს კლავდა მაგრამ გახდა მოციქულთა თავი ასევე ვის ტაძარში ვგევართ ახლა წმინდა გიორგის ტაძარში ისთვის ოცულობდა ტირანი ფაშისტი გიორგი ტიანიშვილის ამ წმინდა გიორგის ოცულთ ეს ფაშისტი კაცი გახდება პარდიოსანი შოვნი მოგაკ
წევლაში, კულვაში, სიზმრში არა გამოსავალი. პირიქით, აი დღეს არის მიცვეულებთა დღე. ჩვენ მიცვეულებს ვით ვიწევით, მოსწავლეების გაცემის წელაში მოხსენიებით, მაგრამ ჩვენს უნდა გადავისწოროთ ეს ავიცნებ ადამიანს. ჩვენს უნდა გადავისწოროთ და თუ დასავლეთით ხოვლობთ ჩვენგან ისეთ პირობებს, თუ ეგ მიგიღონ. ესე იგი, თუ ისე არ მიგიღებთო. და შენც იმაზე ხუნდებით, რომ თუ გინდა სამოთხეში მოხვედრა, ეგ რა ცხოვრება, იქ არ არის შური, სიძულვილი და ჩვენ თუ ეს გაწუხებს სამქვენად, უნდა იცოდე, რომ ასე გადაიცვლები, ვერ მოხდები სამოთხეში, იმიტომ იქ არ არის შური, სიძულვილი. აი მაგალითად მე სამოთხეში მოვხდი. მე თუ აქანი არ ძიე შურსა, იქ ხარ მოხდები, სადაც წმინდა გიორგია, სადაც წმინდა ნინოა, სადაც მამა ანტონია და შურს აქანი თუ ვერ ძლი. იქაც დამამალს, ესე იგი, იქ ვერ შევა სამოთხეში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენია მე ხო კი მონასტრის ამძღვარი ვარ, მაგრამ ხშირად გავდივარ ქალაქში და რამდენია გაბოლოდებული სიგარებისა გამო დიდრისადმი. და ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ აღარ მდიდარი იყო. იოღამ მდიდარი იყო. მაგრამ ღმერთანებმა სიმდიდრეს იგი არაა დაღუპვა. დაღუპვა არის ღმერთის დავიწყებაში. ზოგს ქონება და სიმდიდრე ავიწყებს ღმერთს, ზოგს კიდე სიღარიბე. შენ თუ სიღარიბეში ხარ, ეს სიღარიბე კი არ გაცხონებს, თუ სიძულვილში მოკვდები. გაცხონებს რა? სიყვარული და წყაროვინა სიყვარულისა არის უფალი. ამიტომ რა არის საჭირო? ლოცვა. ზოგი ამბობს, რომ მოწმენია და არ ლოცულობა და ეს იგივეა წყალია და საჭიროა და მე უყვეს, ლოცვა და არის ნერვოზი აქვს, შიში აქვს, ზარა აქვს, ზილი არ აქვს, სუდადარი, სულიერად რა ის საჭირო. რა თქმა უნდა, სასუფეველისა და იძულების უნდა ვაიცოთ თავი ლოცვაში, მარხვაში. და რაც შეეხება ზიარებას, აი ზოგია იმიტომ არის ზიარება, რომ უფრო კარგად მოემზადება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას უნდა მოემზადოთ, ზიარების ხის შეაწესებებით. ჩვენ უნდა რატო ვეზიარებით, იმიტომ რომ გვერდის მოსყალების იმედი მაქვს. თუ პირველი ავაზაკი შევიდა, მეც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ცოდნები ვართ, მაგრამ თუ ღმერთმა მიიღო ავაზაკი, ჩვენ ყველას ვებულებს, თუ ხდება სინანური ზნობა. სინანური ზნობა კიდე რა არის? ის კი არის, რაც როკიფრობს, რომ ამას მოვიპარებდე, მე მოვინანიებ, ამ გაგებით ზიარება არ შეიძლება. ზიარება შეიძლება მაშინ, როცა შენ სხვენია წასულისა და თუ სხვენია წასულისა, მაშინ სურვილი გიშდება, რომ დარჩენი ცხოვრების წლები გაატარო ღმერთის გასაღებად. და შეეხება მშობლებს და შვილებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორც ვექცევით ჩვენ მშობლებს, ისე მოგეცემიან ჩვენი შვილები. ასევე ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ოჯახებში რო ვართ, ხანდახან დედა დამნაშავე, ხანდახან ძალია დამნაშავე, ოჯახები ინგრევა და რა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ისეთი არაა, შენი მეუღლის დედა, შენი დედა რო იყოს, ხო აბათია, კაცო, თუ ისე უსულობი ხომატო უმეტი, ასე შენი ძალი თუ ისეთი არ არის, შენი შვილი რო იყოს, ხო არ გააგდეს საფრთხიდან, ხო არ ჩამოწერ. მე თუ ამოგწეს სიყვარულის ნიჭი, ყველას სიყვარული გადაგვაცნოს. ჩვენთანაც მერტი.